ორისა მი ღმერთო ეს ორისიო მოგესალმებით თქვენ უყურებთ BBR Wild-ს. მე-15 ეპიზოდია ეს BBR Wild-ის. დიდი ხნის განმავლობაში ვცდილობდი დამეჭირა კრაზანა. ნებისმიერი სახეობა კრაზანის, ამისთვის ადვიყავი უბრალოდ ვერ დავიჭირე. ოქტომბრის ბოლოა, ნენეა ცივდება და ნაკლებად არიან, მაგრამ მაინც ვეცდები დავიჭირო, იქნებოდა მომავალ ვიდეოში შევხვდეთ კრაზანას, ხელზე დავისვა და ვაკმენინო. და პირველ რიგში გეტყვით ამას რატომაც ვაკეთებ. იმიტომ ვაკეთებ, რომ განახოთ როგორი ზიანის მოყენება შეუძლია ჩვენთვის და ტკივილი როგორია და საერთოდ რა გავაკეთოთ ამ შემთხვევაში. სადისტი არ ვარ, არც სიამოვნებს და არც რაღაც ნახვების გამო ვაკეთებ ამას. თან ვერთობი, თან თქვენ გაჩვენებთ რა ხდება ამ შემთხვევაში. მოკლედ დღეს ამ ვიდეოში ვაპირებ ვაკმენინო რამდენიმე ფუტკარს, ნახოთ რამდენის დაჭირას შევძლებ, მათ დავისვა ერთ ადგილზე და იქ ვაკმენინებ. კამერაში ეს ყველაფერი კარგად გამოჩნდება. ვიდეოს ვიღებ მარტო. დამხმარე ამ შემთხვევაში არ მყავს. ამიტომ თუ რაიმე ხარვეზი იქნება ვიდეოში, მე მაპატიეთ, მარტო ვიღებ, ორი არ ვარ, რომ ჩემ თავს გადავუღოთ ან როგორ ვაკეთებ ამ ყველაფერს. ამიტომ რა ვიმედია საინტერესო ვიდეო გამოვა. ისიც არ მithქვამს, რომ სხვაგან არ ვარ გასული, ჩემ საკუთარ ეზოში ვარ. გარიხმაური იმედია დიდად არ გაწუხებთ. ამ პატარა კონტეინერში მყავს 4 ფუტკარი, ეს ის არის რისი დაჭერაც სადღაც 4 ან 5 წუთში მოვახერხე. ნახოთ რა შეძლებენ ისინი ჩვენს წინააღმდეგ. ისე გეტყვით რომ შეიძლება ადამიანს ფუტკრის ნაკვენზე ალერგია ჰქონდეს და თუ ბევრი უკმენს ცუდად დამთავრდეს ყველაფერი, ალერგია გაურთულდეს და ასე შემდეგ, უბრალოდ მე ალერგია არ მაქვს. თაფლის ამოღების დროს ბევრჯერ უკმენია ჩემთვის ასე 15 ან 20 ფუტკარს, მაგრამ არც კი გამსიებია და არ ვიცი იმის შემდეგ წლები გავიდა. რაიმე თუ შეიცვალა ნამდვილად არ ვიცი, ნახოთ რა მოხდება ამ შემთხვევაში, როდესაც ისინი მიკმენენ ხელზე. ნენელა მოემზადები, ყველაფერს ნახავთ და ვეცდები თითო-თითო დავიჭირო და დავისვა. ფუტკარი არის ძალიან ჭკვიანი არსება და სხვათა შორის სასარგებლოც, რადგან გვაძლევს თავს, რაც ჩვენი ჯანმრთელობისათვის ერთ-ერთი საუკეთესო რამ არის. ის არის მწერების ზეოჯახი სიფრიფანისებრთა რიგისა. შეიცავს რამდენიმე ოჯახს. ფუტკრების სხეულის სიგრძე არის 1,5 მმ-დან 5 სმ-მდეც კი აღწევს ზოგიერთი სახეობა. აქვს მლოკავ მღრღნელი პირის აპარატი. უმრავლესობას ქვედა ყბა და ქვედა ტუჩი წაგრძელებული აქვს ხორთუმად, რაც ეხმარება სხვადასხვა საკვების მიღებაში. მართალია ფუტკარი საკმაოდ სასარგებლო არსებაა ჩვენთვის, მაგრამ ამავდროულად შეუძლია გაბრაზების შემთხვევაში ზიანიც მოგოყენოს და თუ ადამიანი ალერგიულია, შეიძლება ყველაფერი ცუდად დამთავრდეს. ნუ გააჩნია ადამიანს რამდენი ფუტკარი უკმეს ერთდროულად. პირადად მე მაქვს გამოცდილება 15 ან 20 ფუტკარზე, სადღაც 2-3 წლის წინ და მაშინ დიდი არაფერი მომხდარა და იმედი მაქვს ახლაც არაფერი შეიცვლება. ასევე გეტყვით, რომ ფუტკარს კრაზანისაგან განსხვავებით კბენის დროს სძვრება ნექტარი. როდესაც ნექტარი მას სხეულიდან ეგლიჯება, ფუტკარი რამდენიმე წუთში ან ეგრევე იღუპება. მოკლედ ვეცდები აი ამ ადგილზე დავისვა. პინცეტზე იმიტომ აქვს ესენი შემოხორდა, ფუტკარს რბილად მოვკიდო, სპეციალური პინცეტი ვერსად ვერ ვიყიდე და აი აქ დავისვავ ზუსტად. ვაიბე, თუ ხედავთ უკან. Цария ღმერთო. რა цария. უკან თუ ხედავთ. დამიტოვა. Oh. Hai mama. Ეხა ეს უნდა მოვიღო პინცეტით.
ისეთი არაფერი სიწითლეა პატარა. ეს ჩემი გონცას ნამუშევარია. ეს კი ფუტკრის. სხვათა შორის უნდა გითხრათ, რომ ეს ფუტკარი, რომელმაც მიკბინა, ისევ ცოცხალია. და როგორც ვიცი, კვენის შემდეგ კვდებიან და რატომ არ მოკვდა, არ ვიცი, ნესტარი თუ ნექტარი რაც ქვია, მოზრა და ძირს დავაგდეთ წეღან. გადავიდეთ სხვებზე. ეხავე ამ წამსვე დავიჭერ ახალს და დავისვავ ისევ ხელი. შემდეგის ჯერი დადგა. უკან ჯერ არ აქვს ნექტარი გამოწეული, რადგანაც არ ემზადება საკმენად. უბრალოდ ყავს დაჭერილი. გეტყვით რომ თაფლიანია. თაფლი დაუდე მახეთ. როდესაც დაჭერას ვცდილობ უკვე, იმიტომ რომ ყოლოფიდან რომ ხომ გადმოვიყვანო, გამოფრინდებიან, თაფლი დაუდე მახეთ და ეხა არის თაფლიანი. შეხედეთ, ეს არის წინა ფუტკრის ნახელავი. ეხა ვნახოთ ეს რას იზავს, სადღაც აქ დავისვავ. ერთ წამს გამემზადო კარგად. მოემზადე ბატრი. იმედია, სადმე კრაზანების გაიზრობიან და მოკლედ ეხა ხვდები რამ ხელად კიბის უძრებ და კოიეტ პეტერსონი. ბრეი ვაიდნესი, საიდანაც ბიბიერ ვალდის იდეა მომივიდა. ერთი ფოკუსი როგორ გავასწორო. ნახეთ ნექტარს თუ ხედავთ რამ ხელაა. ორი. ერთი, ორი, სამი. ღმერთო, ეს ორესიო. ვცდილობ ამ ხელით ფოკუსი გავასწორო. თუ ხედავთ, კანშია. მოძრაობს, გონი ამოაქ. შიგდი ვძდობ ტრიალს. სერიოზულად ვძდობ ტრიალს. ჩარჩა. ეს არის ნექტარი. პინცეტი სად არის მოიძრო? ერთი, აქეთაც მეორე. პირველი, მეორე. ბიბიერ ვაილდი კარგად არის ჯერჯერობით. ხელს გაჩვენებთ რამდენიმე წამში. სადაც 5 წამში იცვლება. ეხა ვეთდები სხვების დაჭერას, იმიტომ რომ როგორც დავადგინე, პატარები დიდად კვენარები არ არიან. დიდები ჯობია, ამ მხრივ საკმაოდ წარედ იკვინებიან. და ვნახოთ. მესამე დიდი ზომის უკვე მზად მყავს დაჭერილი. პირველი, მეორე, კარგად დაიმახსოვრეთ. განსხვავებაც რომ შეატყოთ შემდგომში. მესამე მზად არის, როგორც უკვე გითხარით, ვემზადები. ნექტარი გამოყო. გადავიდეთ უშუალოდ წინა კატზე. ძალიან მიხურს. რაღაცა ძალიან გაცხელდა. მეოთხე იყოს აი აქ. მესამე უფრო სწორად. 1, 2, 3. ჯერ არ შვება. ოიმე, გძნობ. ხელი მიხურს და მგონი ვეღარ გძნობ. თუ ხედავთ, ჩასულია მაგრად. დატოვა.
დააკვირდით როგორია ახლოდან ამოღების პროცესი. აუ როგორ ცხელდება. ხედავთ. ეხლა უყურეთ რა ხდება. შეადარეთ ორივე ხელი. ეს იყო პირველი. ბევრად გასიებულია ეს ადგილი. ეს მეორე, ეს მესამე. მესამეში მაქვს ნექტარი პატარაზე დატოვებული და ვერ ვიღებ ვერაფრით. ამას სახში ვწდი მოგვიანებით ნემსით. როგორც ხედავთ, ხელი სივდება. აი აქ თუ დააკვირდებით, უკვე სიწითლეა ეს მიდამოები სულ გადაწით და ეს არის ალერგიის ნიშნები. მცირე ალერგია მაქვს, მე მთლად საოცარ არის არა. ეს პირდაპირ ვენაზეა ნაკბენი თან, შეიძლება ამან გამოიწვია. ესეც იბერება და უკვე ესეც. არ ვიცი, ნახოთ რა მოხდება. ვეცდები მეოთხეთ დავიჭირო, ან საერთოდ ხუთით დავაგვირგვინოთ ეს ვიდეო. მოკლედ, პირველ, მეორე და მესამე ნაკბენს შორის შუალედ იყო სადღაც 15-20 წამი, ზუსტად არ ვიცი, სადღაც ეგრე. 15-20 წამს შორის მერყეობდა და ესეთი შედეგია. თებენ თაბლის სახით, მაგრამ შეუძლიათ თუ გაბრაზდებიან ან გავაბრაზებთ, დიდი ზიანი მოგაყენონ ბევრად. კიდევ ვიმეორებ, უმჯობესია კომენტარებში არ დაწეროთ, რომ 3 ფუტკრის ნაკბენი რა არის, 5-ის ნაკბენი რა არის, მე 20 მიკმინა და ასე შემდეგ. ანუ ეგრე მე 20-მაც მიკმინა და 20-ზე მეტმაც, როდესაც თაფს ვიღებით, მაგრამ როდესაც თვითონ კბენენ სხვა არის, მაგრამ როცა ამას აკეთებ იმის გამო, რომ ადამიანებს ანახო რა ხდება ამ შემთხვევაში და საკუთარი ხელით აკეთებ ამას, ბევრად ცუდი სიტუაციაა, ნერვიულობის მხრივ ამბობ. უფრო რთულია, როცა შენი ხელით აკეთებ. იმედია გავიმართლებს, ბზიქს დავიჭერ საიდმე რომელიმე კრაზანის ტიპს, რადგანაც მათი ნაკბენი ბევრად მწარეა, ამაზე შეიძლება 10 ჯერ და 20 ჯერ ბევრად ძლიერი იყოს და ნახოთ თუ გაამართლებს, ამას აუცილებლად გადავიღებ და გადავიდეთ ახლა მეოთხე ფუტკარზე. მეოთხე ჯერია, მეოთხე იყოს აი აქ. რები გაგზეთ. ერთი, ორი, სამი. ოპა, ამან იგრები მოათავსა. პირველი, მეორე, მესამე, მეოთხე. გადავიდეთ მეხუთეზე. დადგა ბოლოს ჯერი. ეს არის მეხუთე. სხვათა შორის ისიც უნდა გითხრათ, რომ ფუტკრის ნაკბენი არის სასარგებლო ადამიანის ჯანმრთელობისათვის. არ გულისხმობ, რომ ძალიან ბევრი გიკმენს და კარგიაო. ვამბობ, რომ ცოტა რაოდენობით ნაკბენი სასარგებლოა. კვირაში ერთხელ ან ორჯერ მშვენიერია და ისიც უნდა გითხრათ, რომ თუ ნაკბენი გტყივათ და გაგიღიზიანდათ, ზედ მოისვით თაფრი. აუცილებლად გაგივლით. გადავიდეთ მეხუთე ნაკბენზე. მეხუთე იყოს ბოლოს ზემოთ. ოპა, იგრივი ჩამოვლო, იგრივი. დააკვირდით. საკმარისია. იმდენად შევეჩვი, უკვე რეაქცია აღარ მექნება. აი ესე გამოიყურება ჩემი დაკბენილი ხელი. 1 2 3 4 5. საერთო ჯამში სიწითლეა, ეხა ძალიან მეწვის და მიხურს. რაც მეტი ნაკბენი დამემატა, მით უფრო მოიმატა ტყივილმაც. მოკლედ დღეისათვის სულ ეს იყო, თქვენ უყურებდით BBR Whites. მე და ჩემი დაკბენილი ხელი გემშვიდობებით, შევხვდებით შემდეგ ვიდეოში, მანამდე არ დაგავწდეთ ამის დალაიქებაც, არხის გამოწერაც, რადგან იხილოთ უფრო და უფრო მაგარი ვიდეოები BBR Whites. ზოგადად უნდა გითხრათ, რომ BBR Facts-ზე BBR White იმდენად მოსწონს ხალხს, რომ უკვე
ყველა მაგაზე გადაერთო, ყველა მაგას უყურებს, თან საქართველოში პირველი და ერთადერთი კონტენტია მსგავსი. ამიტომ ჩემს არხზეც ბიბიროადის თემაზე მეტად ხალხს არაფერი მოსწონს და ვცდილობ ყველანაირად ხშირად გამოუშვა ვიდეოები და ვნახოთ, რამდენად მოახერხებ ამას და რამდენად შემიწყობს ხელს ჩვენი დედა ბუნება. მოკლედ შევხვდებით შემდეგში აბა მაგრად.